შემდეგი მოხსენებელი არის ბატონი ტერმინალანიშვილი, ხებოდა ზემოაფაშენის ორი ანგარიშით. მოგესალმებით. დღეს წარმოგიდგენთ 2026 წლის ანგარიშს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო ახალშენის ტერიტორიაზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ. ქვემო ახალშენი მდინარე ქციას მარცხენა ნაპირის მაღალ ტერასაზეა გაშენებული, ხედავთ აქ სოფელს და წინაპრების გაცხრების ტერიტორია. 2019 წელს დავიწყეთ აქ მუშაობა. შარშან არ გვიმუშავია სხვადასხვა მიზეზების გამო და 2025 წელს ეს წითლად მონიშნული ტერიტორია იყო ჩვენი შესწავლის ობიექტი. მოგახსენებთ, რომ ესე იგი აქ შუა საუკუნეების ანტიკური ხანის, გვიანი ბრინჯაოს ხანის, შუა ბრინჯაოს ხანის და ენეოლითური ხანის ფენები დადასტურა წინა წლებში და ჩვენი ძირითადი მიზანი იყო პრინციპში შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის უფრო კარგად გამოვლენა და ეს მიზანი გარკვეულწილად შევასრულეთ კიდევაც ეს ზოგადი გეგმა გახლავთ. ეს არის თხრილები, რომელიც წინა წლებში გააოლე ჩვენ ამ ტერიტორიაზე და ყველა ამ თხრილში სახლების ნაშთები დაფიქსირდა. ესეც გახლავთ ის ტერიტორია, სადაც ესე იგი ჩვენ ესე იგი მარცხენა მხარეს ეს შუა საუკუნეების ნაქალაქ არის თავდაცვითი კედელია, ხოლო მარჯვენა მხარეს სწორედ ესე იგი ის ტერიტორია, სადაც ჩვენ მუშაობდით. რამდენადაც შარშან უпростоრად 2024 ჩვენ იქ სამუშაოები ვერ ჩავატარეთ, საკმაოდ იყო დაფარული ბალახით და დიდი სამუშაოები დაგვჭირდა იმისათვის, რომ მივსულიყავით იმ ფენებამდე, რომელიც 2023 წელს დაფიქსირდა. ეს ზოგადი სურათი გახლავთ ამ მონაკვეთის და ახლა ძირითადი აქცენტი ჩემი იქნება სწორედ ეს შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ ესე იგი შესანიშნავი აღმოჩენის შესახებ გამწნო ზველის რაბათიდან, სადაც თითქმის 3 მეტრის სიმაღლის შუა ბრინჯაოს ხანის ფენა დადასტურდა, თუმცა ის მესხურ ასე შუა ბრინჯაოს ხანის მესხურ კულტურასთან არის დაკავშირებული, ხოლო ეს ნამოსახლარი კი ნამდვილად თრიალეთის კულტურის როგორც აყვავების ხანის, ისე მოგვიანო ხანას მიეკუთვნება. ეს სახლები, რომელსაც თქვენ ხედავთ, ეს არის შუა ბრინჯაოს ხანის სახლები და შუაში ეს არის გზა. და ახლა დაწვრილებით უფრო შედარებით ახლოდან მინდა ეს ყველაფერი თქვენ გაჩვენოთ. რამდენად აი ხედავთ ძალიან თხელი ფენები არის, ესე იგი გვიან ბრინჯაოს ხანის ზევით არის აი პატარა ტერასასავით რო არის ზედა ნაწილს ის გვიან ბრინჯაოს ხანის
პერიოდს მიეკუთვნება და აქ წინა ნაწილი კი უკვე შუაბრინჯაოს ხანის სახლებს წარმოადგენს. რამდენჯერმე არის ისინი გადაკეთებული და სადღაც 3 დონის იატაკი იქნა აქ დაფიქსირებული. ეს გახლავთ ორმოები. ახლა ხედავთ აქ რომ ზოგიერთი ორმო აზიანებს ამ შუაბრინჯაოს ხანის კედლებს, ხოლო ზოგიერთ ორმოზე მზევიდან გადადის ეს კედლები და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. აი აქ კარგად ჩანს ესე იგი და ყურადღება მინდა მიაქციოთ აი ეს ორ ორმოს, რომელიც ერთმანეთს ჭრის რამდენადაც ერთი ორმო ეს არის მტვარაქსული პერიოდის, ხოლო მეორე უფრო ადრეულია და ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, ხოლო აი ქვევით კუთხეში ორმო ეს უკვე სადღაც მე-7 საუკუნეების ორმოს წარმოადგენს ძველი წელთაღრიცხვით. ზოგადად აი ესეთი ეხლა აქ კარგად ხედავთ თქვენ ამ სახლის ტერიტორიაზე ლაქებს. ეს ყველა ლაქა არის ორმო, რომელიც ქვედა დონის იატაკის ქვეშ გამოვლინდა. ყველა ორმოს გათხარა ჩვენ ესე იგი ვერ მოვასწარით, მაგრამ ესე იგი მინდა გითხრათ რომ უმეტესობა მათგანი როგორც ზედაპირიდან ჩანს მტვარ-არაქსის კულტურაზე უფრო ძველი უნდა იყოს. აი თქვენ ხედავთ აქ აი ეს ორმო, ხედავთ ეს კედელი ზევიდან გადადის, აი აქაც ზევიდან გადადის. აი ეს ორმოც ესე იგი უფრო ადრეულებია ვიდრე შუაბრინჯაოს ხანის სახლი გახლავთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემორჩენილია და აქაც ხედავთ თქვენ აი გადაკეთების კვალს. ესე იგი ეს კედელი ქვედა დონის სახლის კედელია და ზედა დონისა შემორჩენილი არ არის ამ მონაკვეთში. ზოგადად აი ასე გამოიყურება ეს ორმოები, როგორც გითხარით. აი ეს მონაკვეთი გვიანი ბრინჯაოს ხანისაა, ეს გახლავთ ესე შუაბრინჯაოს ხანის სახლი, ეს ორმო გვიანდელია და ეს ამ ორ ორმოზე მექნება საუბარი. აქ ჩვენ ესე იგი რამდენიმე ადგილზე დავტოვეთ აი ძველი იატაკის დონე, ამას შემდეგ კიდე ვაჩვენებ ჩვენ და მინდა ყურადღება მიაქციოთ ესე იგი ორმოების ძალიან დიდ რაოდენობას. ეგ გვერდზე მეორე სახლია. აი აქ მეორე სახლია, რომელიც ასევე ერთი სახლის ეს კედლის ნაშთი არის აქ დარჩენილი, როგორც ჩანს უფრო ადრეულია, რომელიც შემდეგ დაზიანდა აი ამ სახლის გამართვის დროს. ეს სახლი პრინციპში გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპს მიეკუთვნება და ამის შესახებაც გვექნება საუბარი. ზოგადად აი ასეთი სურათია ამ ტერიტორიაზე დაფიქსირებული. ეს დეტალი გახლავთ, ეხლა მე თქვენ წარმოგიდგენთ აი ამ ორმოს ეს ზედა დონის ბოძის ორმოა, რომელიც ქვებით არის გამაგრებული და ეს გახლავთ იატაკის დონე. ზედა იატაკის დონე. აი უფრო კარგად ჩანს ესე იგი და ყურადღება მინდა მიაქციოთ აი ამ ადგილს ესე იგი ეს ნაცროვანი ფენაა საკმაოდ ინტენსიური, რომელიც ესეთი წრიული დაწყობილი ქვებით არის შემოსაზღვრული და ის სწორედ აი ამ კედლის ქვეშ შედის. ზოგადი სურათი ამ მონაკვეთის აი ასეთი არის, ესე იგი 3 სახლი არის აქ დაფიქსირებული, სამწუხაროდ აქეთ მეორე და მესამე სახლები საკმაოდ არის დაზიანებული და მეორე სახლი ამ შემთხვევაში გვიან ბრინჯაოს ხანას ესე იგი მიეკუთვნება. ესე იგი ორი უბნისაგან შედგება ეს რა ქვია. ესე იგი ეხლა ჩვენ გვქონდა საუბარი აი ამ მონაკვეთზე, ეს გახლავთ აი ეს გზის ერთი ნაწილი, რომელიც ორად ყოფს ამ იმას და ეს ეხლა ქვედა მონაკვეთისზე მინდა მოგახსენოთ, რომელიც ასევე გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპისა და შუა ბრინჯაოს ხანის ეს არა, უკან წავედი, უკაცრავად. ხო, აი ეს რა ქვია, უფრო კარგად ჩანს აქ ეს სახლები, ეგ ქვევით არის
ასეთია ზოგადი ხედი ამ ეს ისე ჩრდილოეთ სუბანი გახლავთ და აი ეს უკვე ესე კი არის სწორედ ქვედაუბანი ახლა ეს არის მეექვსე სახლი რომელიც უკეთესად არის შემონახული ეს არის მეხუთე სახლი და აქ მინდა ყურადღება მე უფრო დაწვრილებით გაჩვენებთ მინდა ყურადღება მიაქციოთ რომ აი ეს უფრო ძველი სახლის კედელია აქ კიდე აი კუთხეა შემორჩენილი ერთი სახლის ეს ორმოები არის გვიანი ბრინჯაოს უпроსორეთ ადრე რკინის ხანის მერვე მეშვიდე საუკუნეების რკინის ხანის ორმოები გახლავთ ეს წინა წლებში გავცხარეთ და წელსაც იყო ესე იგი ჩვენი შესწავლის საგანი და აი აქ მინდა ყურადღება მიაქციოთ აქაც იგივე ეს რომ ესე იგი აი ერთი დონე აი აქ გადადის და სადღაც 10 სანტიმეტრის ქვევით არის უფრო ქვედა დონის იატაკი. სამწუხაროდ ესე იგი იმდენად ეს ღუმელი გვიანი ბრინჯაოს ადრეულ ეტაპს მიეკუთვნება და სახლის ჩრდილო დასავლეთ კუთხეში არის გამართული. აი ხედავთ ესე იგი როგორი არაპროპორციულობა გამოწვეულია იმით რომ ეს სხვადასხვა დროის კედლებია და კარგად ჩანს ერთი კედელი რომელიც ქვევით შედის და შემდეგ გაცხრეს დროს აი აქ გაგრძელდა მისი ესე იგი და ერთი კუთხე კიდე აქ არის. ესე იგი ამ პატარა მონაკვეთში 4 სახლი ჭრის ერთმანეთს აი აქ აი როგორც გითხარით ეს კედელი ამ სახლის ჩრდილო აღმოსავლეთი კედლის ქვეშ შედის. და აი კარგად გამოჩნდა ეს კუთხე, ერთი სახლის კუთხე, აქ, ესე იგი და ამ სახლის კუთხე დაზიანებულია. ხლა საქმე იმაშია, რომ ესე მთელი ეს ტერიტორია გვიან ხანაში ორმოების მიერ არის დაზიანებული და ცუდად შემოინახა, მაგრამ ესე იგი მაინც ზოგადი სურათი ძალიან ესეთი შთამბეჭდავია. აი ეს გახლავთ ესე იგი ეს გზის მონაკვეთი, რომელიც ესე წვრილი ქვებით არის ესე იგი მოგებული და ამ ორ უბანს ერთმანეთსაგან ყოფს. ესე იგი დონეები ეს მეხუთე სახლი ამ მეორე სახლისაგან სადღაც მეტრი და 30 სანტიმეტრით უფრო დაბლა, ისე რომ გარკვეული რაღაც ტერასული დასახლების აი ესეთი იყო ამ გზის პრეპარაციის დაწყებამდე და ეს უკვე ამ გზის გასუფთავებული ნაწილია. მთლიანად ეს ნამოსახლარი ტერიტორია ქვიან დიდაქანზეა დაფუძნებული და უმეტეს შემთხვევაში ეს ქვები არის მოსწორებული, მოშანაკებული და ზოგიერთ შემთხვევაში აი მეორე სახლის შემთხვევაში მაგალითად იატაკათაც კი არის გამოყენებული. ზოგადი სურათი ამ მონაკვეთისა ასეთი გახლავთ. ეს თეთრი წერტილები რეპერებია, საიდანაც ასვლა ხდებოდა ამისი. ეს არის ის გეგმა, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ შევადგინე და აი ასე გამოიყურება საბოლოო ეს შუა საუკუნეების ყრილი გახლავთ, რომელიც საკმაოდ მაღლაა ამ ტერიტორიაზე გამოვლენილი. ეს საბოლოოდ ორმოებისთვის გაკეთებული ხედავთ აი ამ ტერიტორიაზე ორმოების მიმართებას სწორედ და კედლების სხვადასხვა პერიოდის კედლების სხვადასხვა ფრათ არის ესე იგი მოცემული. აი ასეთი იყო ეს მონაკვეთი 2025 წელს ჩვენ არ დაგვისრულებია ის, იმიტომ რომ ორმოებთან დაკავშირებით ასე თქვა საკმაოდ ბევრია და ამიტომ მაგისი დრო და შესაძლებლობა არ აქვს და ეხლა მე მინდა გაჩვენოთ ესე იგი ის აი ორმოები რომ გითხარით ადრეულის რომელიც ჭრის მტკვარ-არაქსულ ორმოს რომელიც 2023 წელს გაითხარა და აი ესეთი მასალები იქნა ესე იგი აი ამ ორმოებში აღმოჩენილი ამ ეპოქის აი ორმოების უმეტესობა აი ამ
ტიპის მასალით არის როგორც ჩანს შევსებული, იმიტომ რომ ზედაპირზე უკვე ჩანს კერამიკული ნატეხები, რომელიც ჩვენ დავაკონსერვებთ და ადგილზე დავტოვეთ და შემდეგი უფრო ზედა დონე, როდესაც გესაუბრებით შუაბრინჯაოს ხანაზე, აი ესეთი მასალებით არის წარმოდგენილი, განსაკუთრებით აღსანიშნავია წითელი კერამიკა და ესეც მოხატული, შავი საღებავით მოხატული შეღებილი ჭურჭლის ფრაგმენტების აღმოჩენა, რომელიც აი ამ სახლების იატაკზე არის დაფიქსირებული. ეს გახლავთ უკვე ესე იგი გვიან ბრინჯაოს ხანის მასალები, აი ეს ორი ღუმელი, რომელზეც გესაუბრებით, იმ ღუმელის თერმოიზოლაციიდან არის აღებული, ისე რომ ამ ადგილზე ესე იგი ჩვენ ძალიან კარგად დავაფიქსირეთ ესე იგი გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპი, შუა ბრინჯაოს ხანის სამი იატაკი და აი ეს ორმოები აქვე იყო ორმო მეორე სახლის ტერიტორიაზე, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურას მიეკუთვნება და დანარჩენი ორმოების სავარაუდოდ ვფიქრობ, აი უფრო წინა ეპოქას ენეოლითის ხანას უნდა მიეკუთვნებოდეს. მეორე მონაკვეთი ეს არის სამაროვანი, რომელიც აი ამ ნამოსახლარიდან დაახლოებით 100 მეტრის მოცილებით მდებარეობს, იქვე მცირე მდინარის პირას, ეს გახლავთ 2020 წელს გათხრილი მონაკვეთი, მერე აღარ ჩაგვიტარებია სამუშაოები და განვაახლეთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩნდებოდა შუა ბრინჯაოს ხანის ნატეხები. თავიდან ვიფიქრეთ, რომ აქაც ესე იგი შუა ბრინჯაოს ხანის სახლებთან ქონდა საქმე, მაგრამ მაინც გადავწყვეტეთ, რომ ცოტა გაგვეფართოვებინა ეს ტერიტორია, რომ გვენახა რასთან ქონდა. მართლა არის აქეთ ვრცელდება თუ არა შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამის გამო გავაფართოვეთ ეს მთხრილი და აი ესეთი სიტუაცია დაფიქსირდა. წინასწარ გეტყვით, რომ ესე იგი ყველა ეს სამარხი ქვაყუთები არის მე-5 საუკუნისა ძველი წელთაღრიცხვის და ხოლო ორმო სამარხები, ყველა ორმო სამარხი ერთადერთი ქონდა, რომელშიც მიცვალებულია ჩონჩხი დაფიქსირდა, დანარჩენი ესე ორმო სამარხები შუა ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. ისე რომ ის ნატეხები, რომლებიც წინა წლებში ხდება და აქ გაირკვა, რომ სამარხებს ეკუთვნოდა და ზუსტად ისეთი მასალები არის აღმოჩენილი, რაც ნამოსახლარზე იქნა მოპოვებული. შესაბამისად, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ დასახლებას იქვე ჰქონდა თავისი შუა ბრინჯაოს ხანის დასახლებას იქვე ჰქონდა თავისი სამაროვანი. თუ ჩავთვლით, რომ აქვე ცოტა მოშორებით წინა წლებში ჩვენ ესე იგი ამავე პერიოდის ყორღანი გავთხარით, რომელშიც აი ეს ოქროს თასი და ძვირფასი ლითონებისაგან გაკეთებული სამკაულები იქნა აღმოჩენილი, მაშინ შეიძლება უკვე ვივარაუდოთ, რომ აქ საკმაოდ ინტენსიური დასახლება იყო სწორედ თრიალეთის კულტურის აყვავების პერიოდში. აი ასეთი გახლავთ ის მე-5 საუკუნეების სამარხები ამ ტერიტორიაზე გამოვლენილი. მე ხლა ზოგადად გაჩვენებ გათხრილ სამარხებს. ესე იგი ძალიან ინტენსიური არის ერთი მონაკვეთი სამაროვნისა, ისე რომ აი ხედავთ აქ როგორ ჭრის სამარხების ერთმანეთს. ეს ზოგი სამარხი საკმაოდ ღმათ არის, აი ეს მაგალითად 55 სამარხი, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანის სამარხს აზიანებს, ამას შემდეგ არა ბარემ ეხლა გაჩვენეთ. აი აქ არის იყო 54 სამარხი, რომელიც ჩაჭრილია აი ამ 55 სამარხს. ამას აი ესეთი იყო შემდეგ გადახურვა ამ სამარხის და ეს უკვე თვითონ სამარხები როგორ არის, აი ეს ჩანახატები მინდა ვიჩვენოთ. ხო, ესე იგი აი ეს შუა ბრინჯაოს ხანის სამარხის ნაშთია, რომელიც აი ესე ამ სამარხების შუაში დაფიქსირდა. ეს ჭრილი გახლავთ აი ამ მონაკვეთის
ეს მასალა როგორც გითხარით მე-6 მე-5 საუკუნეებს მიეკუთვნება და აღსანიშნავია რომ ეს აქ აღმოჩენილი ინვენტარია რაც საკმაოდ კარგად ათარიღებს აი ამ სამარხებს აი ესეთი იარაღები არის აღმოჩენილი ეს სატევრები ნაწილი მეცნიერებისა მე-7 საუკუნის მეორე ნახევრიდან ათარიღებს მაგრამ აქ მე მგონი მაინც მე-6 საუკუნეში უფრო უნდა იყოს ჩატანებული მიცვალებულისათვის ეს ჩანახატები გახლავთ აი ამ მასალის რომელიც ამ სამარხებში იქნა აღმოჩენილი აი ესეთი საკინძები იყო ცული და სატევარი ეს ფერადად არის შემორჩენილი არის ძალიან ბევრი ხე ეს ხის ანაბეჭდებია მოცემული რკინისაა ეს ყველაფერი ეს მძივები და ისრისპირები აი ესეთი სატევარი გახლავთ დიადემები არის აქ რა ესე 5 დიადემა აღმოჩნდა საკისრე რგოლები არის კიდე ძალიან საინტერესო აღმოჩენილი აი კიდევ ერთი დიადემა აქა და ეხლა ალბათ უკვე წეგან გითხარით მე თქვენ რომ ესე იგი ეს არის 54 სამარხი 55 სამარხი აი ეს ეჭრიის ამას აი ესე არის ამისი კუთხე და მიცვალებულის თავის ქალა და ჭურჭლები რომლებიც სწორედ ამ შუაბრინჯაოს ხანას აი ეს გახლავთ ესე იგი ამის გრაფიკული გამოსახულება აქაც იგივეა ეს სამარხის გარეთ აი ესეც შუაბრინჯაოს ხანის ჭურჭელი გახლავთ ძალიან არის დაზიანებული მიცვალებულის რამდენიმე ცილი ფრაგმენტი იყო დაფიქსირებული 64 სამარხი არის ეს და ეს გახლავთ 72 სამარხი რომელშიც წვრილფეხა საქონელი იყო თლიანი ჩონჩხი აღმოჩნდა და ხედავთ ეს ამ ინვენტარს რომელიც მას ჰქონდა ჩატანებული. ახლა ძალიან რთული სათქმელია, ახლა ეს დამოუკიდებელი სამარხია თუ კიდე რამე მთხრილის ნაპირზეა და არ არის გამორიცხული ეს იყოს რომელიმე სხვა სამარხისათვის გამართული სააღაპე მოედანი. თუმცა ძნელი სათქმელია ახლა ამაზე ეს უკვე აი აქ აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი სამწუხაროდ ეს ჯერჯერობით აღდგენილი არ არის. ეს აქ მოპოვებული მასალებია. ეს ჩანახატები გახლავთ. ეს იმ 72 სამარხის თასებია და აი ეხლა თუ კარგად დავაკვირდებით, აი ხედავთ რომ სამხრეთი ნაწილი თითქმის მთლიანად ქვაყუთებით არის დაფარული გვიანდელი ხანის და თითო აი 64 აი აქ ის ნაწილი აქ იყო გათხრილი, ერთი აქ არის, ისე რა ქვია, ერთი აი აქ არის, ეს შუაბრინჯაოს ხანაზე მოგახსენებთ და თითქმის ყველა სამარხთან თითოეული ნატეხი შუაბრინჯაოს ხანისა გვხვდებოდა. მაგრამ ესე დაუზიანებელი ყველაფერი, აი თითქოს აი ესეთი ის არის, საზღვარია, ერთი ცალი არის მხოლოდ ეს ქვაყუთი, დანარჩენი არის 40 სამარხები და ყველა ეს 40 სამარხი შუაბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. ესე იგი მე ვფიქრობ, რომ აქ თუ იქნება საშუალება, რა თქმა უნდა, ეს მონაკვეთი უნდა გაითხაროს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ შუაბრინჯაოს ხანის სამარხების შესახებ. რადგან ამ პერიოდის სამარხები პრაქტიკულად ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს ესე იგი გამოვლენილი საქართველოში და მნიშვნელოვანი იქნება აი აქ უფრო კარგად ჩანს ეს მომენტი აი ხედავთ ეს სულ ყველა 40 სამარხებია ესენი აი ეს არის ქვაყუთი და აი ეს არის ქვაყუთი აი ასეთი იყო ქვემო ახალშენში 2005 წელს ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოები და ძალიან მნიშვნელოვანი აი ის მონაკვეთი, რაზეც მოგახსენეთ, რომ ესე იგი აი ეს გზა, რომელზეც როგორც გვიანი ბრინჯაოს ხანის, ისე შუა ბრინჯაოს ხანის სულ 3 ნატეხი აღმოჩნდა მცირე ზომის
და აი ეს ორი ამ გზის ჩრდილოეთით და სამხრეთით განლაგებული სახლები ერთ ჩრდილოეთ მონაკვეთში სამი სახლი გაითხარა შუაბრინჯაოს ხანისა, ხოლო ქვევით ეს 6 სახლის კონტურები გამოჩნდა, ორი სახლი თითქმის მთლიანად იქნა შესწავლილი, დანარჩენი ფრაგმენტულად, იმიტომ რომ საკმაოდ ღრმად არის და სეზონმა ვეღარ დაიწია მათი გათხრების ვადები. რაც შეეხება ზემო ახალშენს, ზემო ახალშენშიც ჩვენ ადრე მუშაობდით 2020 წელს დავიწყეთ აქ მუშაობა. ქვემო ახალშენიდან ეს სადღაც 5 კილომეტრის მოშორებით არის ჩრდილოეთით და ეს რამდენიმე უბანია აქ წარმოდგენილი, იმიტომ რომ ესე იგი შუა საუკუნეების ხანის ნამოსახლარი თავისი სამაროვნით და ჩვენ ამას ყურადღება მივაქციეთ იმისათვის, რომ ესე იგი იმიტომ რომ უფრო ახლოს მდებარე ყორღანები, მცირე ზომის ყორღანები ქვემო ახალშენთან, რომელიც არის კერძო ნაკვეთებშია და საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვეს რომ მოეცათ უფლება იმათი გაცხრისათვის. ამიტომ ჩვენ მოვუძებნეთ აი ზემო ახალშენთან ადგილი, სადაც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს მიწა და იქ მოვიპოვეთ ესე იგი ნებართვა და ამიტომ გადმოვინათლეთ აქ ზევით და ძალიან საინტერესო იყო ეს შუა საუკუნეების ხანის ნასოფლარი, ძალიან დიდი ნასოფლარია, ესე იგი საკმაოდ მყარად ნაგები და რაც საინტერესოა, ესე იგი ყველაზე მეტად ესე ყველა კომპლექსს დაახლოებით საკმაოდ დიდი, ესე იგი 5-6 მეტრის სიღრმის ხაროები აქვს. ზოგი ესე იგი სახლის გარეთ არის, ზოგი უშუალოდ სახლში არის, ესე იგი ეს 2023 წელს გათხრის შემდეგი სიტუაცია, ეს სახლი მაშინ შევისწავლეთ და ეს მე ჩვენ გავასუფთავეთ 2025 წელს. ასე იყო ეს წერტილები გახლავთ ეს ხაროებია. აი ესეც ხაროა და ესეც ხაროა. აი ზოგადად ასე გამოიყურება ეს რა ქვია ნამოსახლარი და 2025 წელს ჩვენ სამუშაოები ჩავატარეთ აი ამ მონაკვეთში. ესე იგი აი ესე გამოიყურებოდა სამუშაოების დაწყებამდე და საკმაოდ დიდი ქვები, ბაზალტის ქვებით არის აგებული ეს შენობა და ძალიან საინტერესო სურათი დახვდა ქვევით. ეს გახლავთ ხელსაფქვავის ქვები, რომელიც ზედა დონის იატაკზე ეწყო. აი ეს ეს არის კერის ნაშთი და ეს შემოსასვლელია და ეს ხელსაფქვავები. ესე აი ეს დიდი ქვები, ხაროს რა ქვია, ქვებია, რომელიც შემდეგ მე გაჩვენებთ კიდე და ეს არის კერა, შუა ცეცხლი და ეს არის ქვედა დონის იატაკი, რომელიც გადალესილი იყო. აქ არის თონე, აი ამ ადგილზე არის ერთი თონე და შემდეგ როდესაც ეს გადალესეს ეს ახალი თონე აი აქ, აი ესეთი ნახევარ კალის შიგნით მოაქციეს. ზოგადად აი ასეთი არის ამ სახლის გეგმა. ეს არის ძველი იატაკი, მეტი აღარ ჩაგვიჭირია ჩვენ და დანარჩენი ასე გამოიყურება ეს ისა რა ქვია. აი ესეთია საბოლოო ამის სურათები და ესეთი არის გეგმა. ეს გახლავთ ხარო.
აი ეს არის ხარო, და წერო გითხარ დიდი ქვებით არის აგებული, აი ეს ნახევარკარად შემოდის ამ სახლის ინტერიერში. ეს კომპლექსი გახლავთ. აი ესეთი კომპლექსები, ესე იგი ერთი კომპლექსი ეს არის, მეორე კომპლექსი ეს გახლავთ და აი ეს არის 2025 წელს ჩატარებული ჩვენი ესე იგი ობიექტი, გაცხრების ობიექტი. აი ესე გამოიყურება ამ მონაკვეთის გეგმა და ზოგადად ნასოფლარი აი ასეთი ზევიდან გადაღებული ასე გამოიყურება. და ეს არის 2025 წლებში გათხრილი ამ მონაკვეთის ნასოფლარის ამ მონაკვეთის გეგმა. აქ თავის დროზე შუაზე ჩამოდიოდა აი ეგ გახლავთ ეს რა ქვია არხი, როგორც ჩანს არხი და რამდენიმე ადგილზე ასეთი ის არის რა ქვია საგუბრებივით არის მოწყობილი ამ ეს ირმის და საქონლის ძვლებია. ეს გახლავთ ცხენის თავის ქალა, რომელიც შემოსასვლელთან იქვე იყო კარებთან და არ არის გამორიცხული, რომ რა ვიცი ეს რაღაც გარკვეულ რიტუალთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებია, მაინც ის არის რა ქვია. ეხლა რაც შეეხება თარიღს ქვედა იატაკის დონეზე რუსუდანის მონეტა იქნა აღმოჩენილი, ხოლო ზედა იატაკის დონეზე აღმოჩნდა ესეთი მონეტა, რომელიც ეს ნიმუშად მოვიტანე, ეს არის ქართლის ჯანიშინის სიმონის მონეტა, ის გახლდათ 1711-12 წლებში იყო ჯანიშინი ქართლისა და აი ესეთ მონეტას ჭრიდა ამ პერიოდში ძალიან რთული ის არის რა ქვია ვახტანგ მე-6 და რა ვიცი მთელი ესე იგი თითო მეფე ასე თქვა როგორც ჩვენ ვეძახით რამდენჯერმე ადიოდა ტახტზე და ეს ცვლილებები სწორედ ესე იგი ეს ამ სიმონის შესახებ როგორც მეფე ჩვენ ცნობები არ აქვს ზოგიერთი თვლის რომ ეს არის სიმონ მესამე, მაგრამ ნუ ეხლა ეს ჩემი საქმე არ არის, უბრალოდ ესე იგი მე ეს ნიმუში მოვიტანე, იმიტომ რომ ესე იგი ესეთი დრაკონია ზედ გამოსახული, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო თავისთავად. ეს ციხის ჭურჭელი გახლავთ. კრამეdes ერთი ნატეხია მხოლოდ იქ აღმოჩენილი და ამიტომ მოვიტანე საიდან მოვიდა ვერ გეტყვით. აი ესეთი ნიშნებია გამოსახული კერამიკის ძირზე. ეს ის მასალა არის, რომელიც აქ ზედა იატაკის დონეზე იქნა აღმოჩენილი და ამის გვერდზე გახლა ეს მეორე და მესამე უბნები, ესე დასახლების გავრცელების საზღვრები გვაინტერესებდა და ამიტომ ესე იგი დღეში ერთ ადგილზე მცირე სამუშაოები ჩავატარეთ, რომ დავრწმუნებულიყავით, რომ იქაც იყო ასეთი სახლები და მართლა დაფიქსირდა აქ. შემდეგი უბანი ეს იყო ამ დასახლების სამაროვანი, რომელიც საკმაოდ დიდ ფართობზეა, დაახლოებით ჰექტარ ნახევარზეა გაჭიმული და ძირითადად ესეთი ქვებით, სხვადასხვა ქვებით არის, მონიშნული, სხვადასხვა ჯიშის ქვებით არის მონიშნული და ზოგიერთი მათგანი ორნამენტით არის შემკული, აი ხედავთ აქ თქვენ, ესე იგი აი აქ ჯვარია გამოსახული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ესე იგი ეს მოსახლეობა, ქრისტიანი მოსახლეობაა, ესე იგი მე ასე ვფიქრობ ჩემის აზრით, რომ სადღაც მე-13-მე-18 საუკუნეებში უნდა ყოფილიყო ამ დასახლების ფუნქციონირების პერიოდი და ეს სამარხებიც მაგ პერიოდისა უნდა იყოს. აი ესეთი ძალიან საინტერესო სამარხია კიდე აუარება სამეურნეო იარაღია ზედ გამოსახული და ერთი მონაკვეთი, მხოლოდ ერთი მონაკვეთი აზომვა შევძელით, იმიტომ რომ
ქვების უმეტესი ნაწილი ძალიან ცოტათი ჩანს ბიჭის ზედაპირზე და მათი ასე თქვა დაფიქსირება ეს არის რაც ჩვენ ზოგადად გავასუფთავეთ ეს არ გაგვითხრია არც ერთ სამარხი არ გაგვითხრია იმიტომ რომ გაძარცვულია სხვათა შორის ძალიან ბევრი რატო ძარცვობდნენ ვერ გეტყვით მაგრამ ეს შემდეგი უბანია მეოთხე და მეხუთე უბნები აი ესე გამოიყურება ეს ადგილი თქვენ გახსოვთ ეს მონაკვეთი 2023 წელს ვაჩვენეთ ეს ყორღანი რომელიც მიწისზედა იყო და ასეთი სოლარული გამოსახულების ფორმა ჰქონდა ერთ-ერთი ყორღანი მათ გვერდზე მის გვერდზე აი ესე გამოიყურებოდა სანამ ამ სამუშაოებს დავიწყებდით გასუფთავების შემდეგ აი ესეთი სახე მიიღო. ახლა მანამდე ჩვენ ესე იგი რამდენიმე ასეთი წინა წლებში რამდენიმე ბორცვიზე გავავლეთ თხრილი და არ დაფიქსირდა ყორღანი. ამიტომ ესე იგი ეს გადავწყვეტეთ შეგვემოწმებინა მაინც და ესე იგი ვფიქრობთ რომ ესე იგი აქ ნამდვილად ყორღანი უნდა იყოს. ასე მცირე სამუშაოები ჩავატარეთ რომ ესე იგი დავრწმუნებულიყავით ამ იმაში. ხედავთ იქ რომ ჩავარდნა არის ამ ყორღანის ყრილში აი ამ დონეზე ჩვენ ეს გეგმა გახლავთ ამისი ამ დონეზე ჩვენ შევაჩერეთ სამუშაოები იმიტომ რომ ყორღანის გათხრას მოგეხსენებათ უფრო მეტი სახსრები და საერთოდ დროც სჭირდება ჩვენ ამისი საშუალება არ აქვს ამიტომ ესე იგი აი ამ დონეზე შევწყვეტეთ სამუშაოები საინტერესო არის იმით რომ სწორედ აი ეს ჯვირფასი ლითონების შემცველი და ეს ოქროს თასის შემცველი ყორღანი სწორედ ამ გვერდზე მდებარეობს ხო და რა ვიცი ნახოთ თუ იქნება საშუალება რა თქმა უნდა შეიძლება ამ სამუშაოების გაგრძელებაც ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის მადლობა გამოგონებთ მიუწავთ ჩვენი ძეგლებს, ათხრებს, კარგშედეგებს და სულ უწავ შუა ბრინჯაოს ხანის ასეთ ინტენსიურ გამოჩენას საქართველოს ტერიტორიაზე. ერთი კითხვა მაქვს ახლა რაც შეეხება კითხვებს. თქვენ აჩვენეთ კედლები შენობისა და მე გამორჩა თუ უმრავლოდ არ აქონათ ეს კერა თუ იყო შუა ბრინჯაოს ხანის სახლში. არა ჩვენ არ დაგვიფიქსირებია. არა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ძალიან დაზიანებულია მაინც. როგორც გვიანდელი ორმოებით, ესე იგი გვიან ბრინჯაოს ხანის ფენით. ცეცხლის თების კვალი კი არის რაღაცე, მაგრამ იცი ძალიან ძნელია იმათი დაკავშირება ამ ეტაპზე რომელიმე იატაკის დონესთან. იქ ყველაზე მძლავრი ცეცხლის კვალი რაც არის ორ ადგილზეა მეორე სახლში და ორივე შედის კედლების ქვეშ. ისე რომ ის უფრო ადრეული ჩანს ვიდრე შუა ბრინჯაოს ხანა. ყოველ შემთხვევაში ისინი ერთ ადგილზე სახლობენ და კი. კი, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი აი იმ სამარხების აღმოჩენაც და სამაროვნის მიკვლევა. ესე იგი, მე რითი თქმა მინდა, ბარემ სამარხებზე ესე იგი, ქეთი დამეთანხმება ეს ჩემამდე მუშაობდა იმ ქვემო ახალშენში, რომ მონაცემებით, სხვადასხვა მონაცემებით, გადმოცემებით ადგილობრივი მოსახლეობისა, იქ ეხლა ეს არის მეოთხე სამაროვანი იქ. არის ესე იგი გვიან ბრინჯაოს ხანის სამაროვანი, ამის გარდა არის ანტიკური ხანის სამაროვანი და არის შუა საუკუნეების სამაროვანი. ესე იგი შუა საუკუნეების სამაროვანი იქ მარანს აშენებდნენ და იმ დროს აღმოჩნდა და ეს ორი გვიან ანტიკური ხანის სამაროვანი და გვიან ბრინჯაოს ხანის სამაროვანი აღმოჩნდა პლანტაჟის დროს, როცა ვენახია ახლა იქ ჩაყრილი და იქ მუშაობა წარმოუდგენელი. მე ისე თქმა მინდა რომ ესე იგი აი ყველა ის ფენა რაზეც მქონდა საუბარი ამ დასახლებასთან დაკავშირებით სამაროვნებითაც არის წარმოუდგენელი.
კიდევ ერთი კითხვა მაქვს. თქვენ ახსენეთ გზა აღნიშნეთ ერას. გზის თარიღი დაახლოებით და გზის გაყოლებით დიდი ქვების წყობა რას უნდა ნიშნავდეს? ორი მხრივად რომ მივყვება ორი ოქრიდან. კი. გზა არის ჩაჭრილი ამ ქვებს არა. ეს ქვები გზასთან არის დაკავშირებული, კი, როგორც ეს კი, ამ გზის ხო, ორღობესავით არის გაკეთებული. ახლა ესეთი ორღობეები საკმაოდ შუა საუკუნეებში, როგორც ადრეულ შუა საუკუნეებში, ისე გვიან შუა საუკუნეებში, როგორც სამშვილდე იცით ალბათ ყველამ, ისევე ჩვენთან ძალიან კარგი გზები არის ქვემო ახალშენში, ეს შუა საუკუნეებზე ვლაპარაკობ და აი ეს იქ შუა საუკუნეების აი ამ ტერიტორიაზე არაფერი არ არის, მხოლოდ სამხრეთ ნაწილში ეს ვულკანური ის რო გაჩვენეთ. აი იმის კიდევ უფრო სამხრეთით, აი სადაც თავდაცვის კედელი და დასახლება აღმოჩნდა, იქ შუა საუკუნეები არის. შუაბრინჯაოც არის მტკვარ-არაქსი, ძალიან კარგი მტკვარ-არაქსული დასახლება, 8 სახლი გამოჩნდა იქ. აი ამ ტერიტორიაზე, ესე იგი ანტიკური ხანისაც არაფერი არ აქვს. მე-7 საუკუნის შემდეგ არაფერი არ არის. ესე რომ ეს გზა მე რამდენადაც ხო გეუბნებით, ერთი ნატეხი შუაბრინჯაოს ხანისას გავს, ორი ნატეხი გვიანი ბრინჯაოს. მე მაინც გონია რომ აი სადღაც ახან ეს სახლებიც ესეც არ იღდება და როგორ არის ის ძალიან კარგად არის გეგმაში თუ ნახეთ თქვენა მე მაინც გონია რომ ბრინჯაოს ხანის უნდა იყოს ეს გზები მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს თრიალეთში ბრინჯაოს ხანის გზები თუმცა ეს გვერდზე ეს ბორდიურებივით იმ გზებს არ აქვს ესე ამაღლებული თუმცა დიდი ქვები აწყვია გახსოვთ თქვენ ეგ ბეშტაშენთან ბატონო გიორგი ერთად რომ მუშაობდით ესე იგი კონკრეტულად ბრინჯაოს ხანაში შეიძლება არ არის გამორიცხული შუა ბრინჯაოს ხანაშიც გამართეს ზეგადადის თითქოს რაღაც სამყაროზე არაფერს არ გადა მაგის ქვე სახლები და ეს არ არის არაფერი ორმოებია ესე აი ესე ადრეული ორმოებია ორი ცალი რომელიც არ გაგვითხრია რომელიც ამის ქვეშ შედის საკმაოდ დიდი სამუშაოები წაკითხავთ. მე მაქვს ერთი კითხვა. შუაბრინჯაოს ხანის კერამიკული მასალა რა კავშირურთიერთობაშია მესხურ კერამიკასთან? ბახოთ. ნამოსახლარზე როგორც ნახეთ თქვენ არც თუ ისე ბევრი გვაქვს ეს რა ქვია კერამიკული მასალა ისინი ძირითადად თრიალეთის ბრწყინვალე ყორღანების თანადროულია და იმათი ის არის რა ქვია ზუსტი ანალოგია რაც შეეხება სამარხებს აი თქვენ ეს ჯამები რო ნახეთ მოზრდილი ჯამები ისინი თითქოს გარკვეულ მგზავრებას იჩენენ მესხურ მასალებთან. ეს ზოგადად რაც შეიძლება ეხლა ითქვას, თუმცა გამორიცხული არ არის, იმიტომ ეს მაინც ლოკალურ ვარიანტებში შეიძლება იყოს ასეთი დაშვებები. ძალიან ესეთი განებებებული ვარ ამ შუაბრინჯაოს ხანის ნამოსახლარების ახალი აღმოჩენებით და მართალი გითხრათ ჩემთვის ძალიან სასიხარულოა რომ აი ესეთი სამეცნიერო კვლევები რომელიც არის ის ახალშენების ან რაღაცის რომელშიც პრაქტიკულად შეიძლება გაგეპაროს ესეთი ინფორმაცია ესე მიმდინარეობს და ესეთი მაღალ კვალიფიციური და მაღალ პროფესიული ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოვიდა დღეს და გუშინ სწორედ აი ამ პრეისტორიული ხანის ამ მონაკვეთზე თუ როგორ ხდებოდა აი სამცხე-ჯავახეთია თუ თრიალეთია თუ ქვემო ქართლია სწორედ აი ამ ნაგებობების თვითონ გეგმარება როგორია და ცხოვრების
მე ვარ ახლა დღეს ძალიან ისეთი სამეჭდავი იყო, როცა ეს ყველაფერი მრავალფენიანია და ძალიან დიდი ხნის მანძილზე ხდება ამ ტერიტორიის როგორც სამოსახლოს, ისეთი გამოყენება. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ეს მე პირადად მაინტერესებს და საერთოდ საინტერესოა ეს არის ორმოები, რომელიც არის ენეოლითური ხანის. ეს ენეოლითური ხანის ორმოები ჯერჯერობით აი ესეთი სახით აქვს, რომელიც აი ამ ნაკუწებიდან, რაღაცა ეს ნივთებიდან, კერამიკული ნატეხებიდან, რაღაცა ბევრი რამე შევძელით, რომ გამოგვეწყვეტნა რაღაც ისტორიული ფაქტები და გვეჩვენებია რა არის რა სიტუაცია და უცებ ჩდება ამ პერიოდში მესხეთში მაინც ჩდება იმპორტული კერამიკა, რომელიც ზუსტად არის დაკავშირებული აი ამ ექსპანსიასთან და ანატოლიურ ნებს. ეხლა მე შემიჩნე ერთი ჭურჭლის ფრაგმენტია, რომელიც სწორედ აი ესეთი მოწითალო ფერის, აი წითელ ჭურჭელზე გადავიდია ერთი დრო შეღებილია ძალიან ისეთია მნიშვნელოვანი. ეხლა ჩვენ ძეძვებში არა გვაქვს ეს გვაქვს ჩვენ ფენები, მაგრამ აი ეს იმპორტული ჭურჭელი არა გვაქვს, მაგრამ გვაქვს აბოლნუგში. სამწუხაროდ აბოლნუგი ჩვენს ხელში აღარ იყო განხრეული ჩატარო. ჩვენ რაც ვიპოვეთ, იქ იყო ერთი კერამიკის ნაკეხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი ზევით რომ არის აი პირველი, აი მასე პატარაკი რა, მოწითალო, რომელიც ტექნოლოგიურად ეს ძალიან სხვა ტიპის ჭურჭელი უნდა იყოს, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურაში ცოტა ესეთია ანარი. და ამიტომ არის რომ ეს ფენები თვითონ აი ამ ორმოში არის უბრალოდ სამწუხაროა, რომ ეს ნამოსახლარი თვითონ სახლის ტიპი ვერ ვიპოვეთ. ჩვენ ორჭოსანში კი ვიპოვეთ რაღაც მიწურისნაირი, მაგრამ არ გაგვითხია ნაწილი გავთხარეთ და იმის შემდგომ ვაპირებთ ამის შესწავლას. მაგრამ თვითონ აი ეს ორმოები რასთან არის დაკავშირებული, ეს ნამდვილად ნამოსახლარის ნაწილია და არის თუ არა აი ამ ენეოლითური ხანის რაიმე დასახლების ესეთი ფენები, ძალიან გაუგებარია ეხლა მარტო ორმოებია. ეხლა იმის მაგალითზე რაც ორჭოსანში ორმოები აღმოჩნდა და სახლი არა გვაქვს, რა ვიცი, აღარ მიგვეშ, მაგრამ აქაც მასშტაბი ვისურვებდი, რომ ალბათ ეს ამ პერიოდის სახლიც ან რაიმე ესეთი დასახლება და უფრო მეტი სინათლე შეგვეტანა ამ პერიოდის ძეგლების შესწავლაში და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ აი ესეთი არაჩვეულებრივი პრეზენტაციისათვის და არაჩვეულებრივი საქმიანობის ჩატარებისათვის. დიდი მადლობა. ესე იგი ამ თვალსაზრისით ქალბატონი ესე საინტერესოა აი ეს მონაკვეთი. აი ხედავთ ეს დიდი ქვებია, აი აქეთ გამოდის კიდე და ნაცროვანი ფენა, რომელიც ამ ქვების ქვეშ შედის. მე ვერ ვიტყვი, ესე იგი ეს შეიძლება მტკვარ-არაქსი იყოს, ან შეიძლება სწორედ ის ფენა იყოს, აზე თქვენ ახლა ლაპარაკობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შუაბრინჯაოზე ძველია ნამდვილად აი ეს ნაცრიანი ფენა. ნახოთ. დიდი მადლობა ყველას.